Այն ერთი კავშირზე ვართ. ვიდეო, რომელიც ძალიან ბევრს ნერვს მოუშლის, ძალიან ბევრს გაახარებს, ვიღაც დამეთანხმება, ვიღაც არ დამეთანხმება და საბოლოო ჯამში ეს არის ვიდეო, რომელსაც უნდა უბრალოდ უყუროთ, მეგობრებო, იმიტომ რომ მე არ მჩვევია არც მიკიბულ-მოკიბული საუბარი და არც კიდე გადატანითი მნიშვნელობებით საუბარი და თუ რამეს ვამბობ, პირდაპირ ნაფიქრს და ჩემს თითოეულ სიტყვას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ვაძლევ ჩემი ყველა სიტყვის პასუხისგებელი ვარ. ყოველთვის ასე ვიქცევ. ახლა ზუსტად იგივე იქნება. მოკლედ, მინდა კონკრეტულად შევეხო ორ ყველაზე აქტიურ პლატფორმას ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში. უკვე ძალიან გოიმურს და ჩვეულებრივ კანტორას, TikTok-ს და YouTube-ს, რომელიც არის ბოღმით და შურით სავსე. ორი პლატფორმა იმისთვის, რომ ადამიანმა რაღაც გააკეთოს, საკუთარი თავი გააპიაროს, საკუთარი პროდუქცია გამოიტანოს, ან უბრალოდ საკუთარი თავი ადამიანებს გააცნოს და ორივე საქართველოში ქართველების მიერ სამწუხაროდ არასწორად გამოყენებული. რატომ აღარ ვარ აქტიური TikTok-ზე? გეტყვით ახლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ერთწლიანი აქტიურობით TikTok-ზე 92,000 გამომწერი მოვაგროვე ერთ აკაუნტზე, მეორეზე 23,000 და მესამეზე 12,000. ჩემი 92,000-იანი აკაუნტი TikTok-ზე 2 თვის წინ დამიბლოკა და მინდა გითხრათ გული საერთოდაც არ დამწყდა. თუმცა ერთი წლის წინ რომ მომხდარიყო, ალბათ ჩვეულებრივი ტრაგედია იქნებოდა ჩემთვის, იმიტომ რომ გოიმური დამოკიდებულება მქონდა TikTok-ისადმი. დღეში ვდებდი 5-6 ვიდეოს. თუმცა ბოლოდროინდელმა და პრინციპში მე ზოგადად მალევე გამოდივარ ხოლმე ხიბლის მდგომარეობიდან, სადაც არ უნდა მოხვდე, რა გარემოშიც არ უნდა მოხვდე. თუ მოვიხიბლები, მალევე გამოდივარ ხიბლის მდგომარეობიდან და ვუბრუნდები რეალობაზე, TikTok-ის რეალობიდანაც მალე გამოვედი. TikTok-ი გახდა პლატფორმა, სადაც თუ თავმოყარეობა არ გაქვს, დაჯექი და გაგინებენ. თუ გაგიჭირდა, დაჯექი იმათხოვრე და ჩაგირიცხავენ მათხოვრობას, იცი რა არის, ამ სიტყვის დამაკნინებელი ფორმით გამოყენება არ მინდა. მათხოვრობა კონკრეტულად ხაზს უსვამს იმას, რასაც გულისხმობ, რომ უბრალოდ ფული იშოვნო პროდუქციით არა, ხვეწნით და თავის შეცოდებით. ამაზე მაქვს საუბარი. მოკლედ, გახდა ეს ჩვენ TikTok-ი ასეთი. ვიჭექი ჩემ შულთან ერთად ლაივში, მარტო კათუ, რა ვიცი, არ ერიდებიან. შემოდიან ეს შურიანი ადამიანები კლავიატურის ვირთხები. აი თუ კი ვინმე სადმე სცემენ, სახლი იქნება, ქუჩა იქნება, ინსტიტუტი, ბაღი თუ სკოლა, თუ კი ვინმე ცემეს, აგინეს, თავზე გადაუარეს, წიხლები უტყეს, დედა და მამა ტაფით ეფერნენ და სახლში სიყვარული არ ქონდა, მერე ყველა შედის TikTok-ზე, კლავიატურის ვირთხები, ჩასაფრებულების ხედან და გიწერენ სისულელეებს. ვზივარ ჩემ შულთან და ბავშვს უწერენ ისეთ რამეს, რომ უბრალოდ გინდა იმ მომენტში თვალწინ ყავდეს, რომ პირდაპირ აი ადგე და მაგრად გასისხლო ისე სცემო. ამის გარდა უბრალოდ ყელში ამოსვლილი ერთ და იგივე ადამიანების ცქერა როგორზეა დღე და ღამე იმისთვის, რომ ვიღაცების დონაციებს ელოდონ და მოკლედ TikTok-ი გახდა ჩვეულებრივი კანტორა ჩემთვის პირადად, რომელიც აღარ არის საინტერესო და აქტუალური, თუმცა რაღაცებს აქტივობები მაინც მაქვს TikTok-ზე. ამიტომაც ნელ-ნელა გადმოვბარგდი YouTube-ზე და რა ხდება ახლა YouTube-ზე. მოკლედ გაქანებას არ გაგძევენ ეს YouTuber-ები და საერთოდ YouTube-ის პუბლიკა ერთგვარი ესეთი ჩასაფრებული ზის. რატომღაც ადამიანებს გონიან, რომ შენი ვიდეო რო დაარეპოსტონ, მოიწონონ, შენზე კარგი თქვან, ერთი კარგი სიტყვა გაიმეტონ, შენ იმათ ჯიბიდან ფულს აცლი აუდიტორიას ართმევ და გააკოტრებ, გააღარიბებ და ვაიმე რაღა ეშველება. არა არიან პიროვნებები 4-5 არხს ერთად აწარმოებენ, კარგათაც არიან და არის რამოდენიმე YouTuber-ი, რომელიც მართლა თავისთვის კარგ რამეს აკეთებს. ეს ხალხიც ვერ ხვდება იმას, რომ სულ რამდენი გვიყურებს, ხო? საქართველოს მოსახლეობის მოდი სრული რაოდენობა ვთქვათ 3 მილიონი ნახევარი. ამ 3 მილიონი ნახევრიდან ალბათ მილიონი სარგებლობს YouTube-ის პლატფორმით. იმ ერთ ადამიანს ყავხარ შედალოცილო გამოწერილი ყველა. იმ ერთს მოსწონს თამაში, იმ ერთს მოსწონს მიწაში დამარხვა ცოცხლად, იმ ერთს მოსწონს ანაკონდას თავში პირში თავის ჩაყოფა ამერია, იმ ერთს მოსწონს საჭმლის ჭამა, დედის გინება, წივილი, კივილი, პოდკასტები და იმ ერთს ყავხარ, ავი ხლართე.
გამოწერილი ყველგან მეგობრებო. ამიტომაც არ მესმის სად არის კონკურენციის და აუდიტორიის წართმოვის საშიშროება. არ დაიწყოთ ახლა ეგრე არ არისო რა. მე ერთ რამეს გეტყვით. მე მინახავს TikTok-ზე ადამიანები, რომლებიც ეუბნებიან ერთი მეორეს და რომლებიც მოგვიწოდობენ, რომ მიდი ეს გამოიწერე, კაი ტიპია, ამას კარგი პროდუქცია აქვს, ეს კარგად ლესავს, ეს კარგად აკეთებს რემონტებს, ეს კარგად აპალიროებს მანქანას, კაი ტიპია, კარგ საქმეს მოეკიდა, მაგრამ YouTube-ზე არ მინახავს ვინმეს ეხმარებოდეს, ვინმეს ასე ვთქვათ, პაძერშკას აძლევდეს. აი ამ ხრივ YouTube ძალიან გოიმურია და საერთოდ აცდენილია რეალურად იმას, რაც არის პლატფორმის რეალური დანიშნულება. მოკლედ ასეა. პლატფორმები, რომლებიც არის ესეთი ჩვეულებრივი სახალხო, არის გადაქცეული პირადი ბრძოლის ფრონტად და ბრძოლის ხაზად. ვიღაცამ რაღაც წამოიწყო, ვიღაც დასცინის, აბულინგებს, რაღაცაში ჩასაფრებულია, რომ ვითომ გამოიჭიროს იმ გოიმაიმან, ვიღაცა თავის საკუთარ თავს ფალოს უწოდებს და ამით ძალიან ბედნიერია და პუბლიკასაც მოსწონს, რატომაც არა. რა კარგია ადამიანს უყურებ, რომელიც თავის თავს ფალოს ეძახის და ოპა, რა მაგარია. ესე იგი მე რო დაუძახო ის მეც არაფერს მეტყოს, ამას თავმოყარეობა 0 აქვს და მაიტა მეც დაუძახე ფალოს დედასაც ვაგინებ თავზე დავამხობ. მოკლედ ცირკია, ჩვეულებრივი კლოუნადაა, უფასოდ შეგიძლია ჩართო და იკაიფო ძალიან მაგრად. მე ჩემის მხრივ რავი, ოქროები რაღაცები დავიწყე ახლა უკვე ჩემ შვილთან ერთად ვაკეთებ კონტენტს, გაბრიელთან ერთად და არ ვარ ისეთი full time YouTuber-ი, როგორც ამბობ, პრინციპში კი ვარ, იმიტომ რომ ჯერჯერობით უმუშევარი ვარ და მანამ მუშაობას დავიწყებ, ძალიან დიდი დრო მაქვს. მაგრამ თავს YouTuber-ად ავთვლი ჩემი 30000 გამომწერით. ალბათ YouTuber-ი როცა ხარ, მინიმუმ 100000 გამომწერზე მაინც უნდა გახვიდე. ჩემმა არხმა ნელ-ნელა ესეთ ფორმირება განიცადა და სუფთა სპორტული ხასიათი მიიღო. დავდივარ სხვადასხვა უბნებში, სხვადასხვა ბავშვებთან და თამაშობთ ფეხბურთს უბან-უბანზე. ეხლა ვაპირებ მოსკოვის პროსპექტის გუნდი ჩამოვაყალიბო. 13-15-იანების, იქნება ვინმე სპონსორის გამოგვიჩნდეს, რომ ბიჭებს მაიკები დაუბრენდო და მომავალში რაიმე ტრანსპორტიც რო ჩავსვა და ვატარო აქეთ-იქით ქვეყნის მასშტაბით. მოკლედ მე სერიოზული მიზნები მაქვს და გეგმები მაქვს. არ მინდა, მადლობა, არავის დახმარება ამჭირდება და სიტყვის შეწევნა. მთელი ჩემი ცხოვრებაა, თუ კი რამე გამიკეთებია და რაიმე შედეგზე გავსულ ვარ, აბსოლუტურად ჩემით. არასდროს არავის ტრაქში პანჩური არ ამოუტყავს და ბიძგი არ მოუწია იმისთვის, რომ მოდი შენ ამ 10 საფეხურის გავლას 10 წელი მოვანდომე და მოდი აი ამ ერთი პატარა პანჩურით 2 დღეში გაგატარე. მე მიჩოული ვარ ჩემით შრომას, ჩემით ზრუნვას, არ უყურებ სხვის ხელებს და სხვის უბეს და სხვის კალთას, არც ფალოს ვეძახი ჩემ თავს, არც შუბლზე რამეს არ ვიხატავ, არც თავს არ ვიპარსავ 50000 გამომწერზე და არც სალტოებს არ ვაკეთებ. ჩემი კონტენტი არ არის კონტენტი, რომელიც ითხოვს სახში კომპიუტერთან კომფორტის ზონის შექმნას და კომპიუტერთან თბილად ჩდომას და იქ რაღაცეების გაკრიტიკებას, ვიღაცების გინებას და თავზე დამხობას. ჩემი კონტენტი თავიდან ბოლომდე ქუჩაზეა დამოკიდებული და დიდ შრომაზე. მით უმეტეს როცა მეტალოდეტექტორებით გავდივართ, სიცივეა, ყინვა, ტალახია, მზეა თუ სიცხეა თუ რავი, ყველაფერი შენს თავს არის. ხან მოგშივდება, ხან ფეხს გაიჭრი, ხან ძალიან შორს ხარ და დაბრუნების საშიშროებაა, მით უმეტეს რაც მანქანა წამართოს და უმანქანოდ მოძრაობ, საერთოდ საშინელებაა ამდენი ბარახლოთი სიარული. როცა მიდიხარ მეტალოდეტექტორებით, ამიტომ ეს მხარე შევამცირე, ვიდრე რაიმე ტრანსპორტი არ გამომიჩნდება, რომ ჩავყარო და ამ ყველაფრით ვიარო. მოკლედ, მომავალში გეგმები დიდი მაქვს და ჩემო გამომწერებო, თქვენ ჩემთან იყავით და ჩვენ კარგად ვიქნებით, მერწმუნდეთ. არ გვინდა არავის არაფერი, მე როგორც ვატყობ ადამიანები, რომლებიც ერთ თვეში დებენ ისეთ შედეგს, როდესაც ადამიანი, რომელიც ერთ თვეში დებს შედეგს და არსებობს ადამიანი, რომელმაც ერთ წელიწადში ამ შედეგის ნახევრის ნახევარი ვერ დადო. იბუღმებიან შურთ და ამ ადამიანის დაბულინგებას იწყობენ. აი ეს არის ჩვენი YouTube-ის ბუღმის და სიძულვილის ასე ვთქვათ ლომები. პირდაპირ ვთქვათ ასე ლომები რა. ლომები არა, ალბათ უფრო ფისოები რა. კნუტები, პატარა საყვარელი კნუტები. ლომები ალბათ ესე აბსტრაქტულად. მოკლედ მეგობრებო, აი ეს არის ანალიზი ძალიან მოკლე იმისა თუ
რას გავს დღევანდელი კანტორები, TikTok-ი, სადაც როგორც ვთქვი, თუ შარზე ხარ და გინდა ვიღაცამ გულიანად გაგინოს, უბრალოდ ლაივი ჩართე და დამხობილი გაქვს თავზე ყველაფერი, ისე რომ არაფერი დაგიმსახურებია და თუ გინდა შურის და ბოღმის დემონსტრირება და აბსოლუტური ჩაქოლვის და დამცირების წნეხებში გაიარო, გადმოდი YouTube-ზე და YouTube-ზე შენს 1 მეტრიან წარმატებას არ გაპატიებენ და ეგრევე შენს ჩაქოლვას დაიწყებენ. მოკლედ ეს არის YouTube-ი. თუმცა არაუშავს ვინც გამოექანება აქ ვარ და დავხვდები, პრობლემა არ მაქვს ჭამთელი სასქესო ორგანოებით და აგერ ჩემთან შავნობა და ახლოს არის და შეუულია ავიდეს გამოექანოს და მე აქ დავხვდები. ჩემთან არაზოს არ იქნება 100-1000 თავის გადაპარსვა და ესეთი უთავმოყვარეო გამოხტომები იმისთვის რომ ნახობზე და ვიდეოებზე ვიყო რაღაცა ნახობისთვის და ვიდეოებისთვის ვიყო გაგიჟებული, გადარეული. და ამიტომ გავაკეთო 1000 სისულელე და საკუთარ თავს ან ქვეყანას შეურაცხყოფა მივაყენო. მეორე ადამიანი რომელიც ერთს ფიქრობს და მეორეს აკეთებს და მესამეს ამზადებს. იმიტომ რომ საკუთარი აზრის დემონსტრირებით პირდაპირ გაგებით ქვეშ იტრაწავს და ეშინია რომ მე თუ არ ვიქნები ამ აზრის იმ ჩემ აქტიურ პუბლიკას დავკარგავ. ჩმორობაა მეგობრებო ასე ფიქრი. უთავმოყვარეობა, მაგრამ მე მაგარი ფეხებზე მკიდია რა. მოკლედ, სიყვარულს, მშვიდობას და სიკეთეს გისურვებთ ყველას, ვინ ჩემთან ხარ, ჩემთან იყავით და ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება. ახალი არხი გავაკეთე მუსიკალური თავიდან ბოლომდე ძალიან მაგარი გიჟი ტრეში, მეტალი, დუმი, გოთიკა, გლამი. მე აგა სლიპკნოტის სნერი მიდევს და იმეებსაც აქვწერ, მანამ სტუდიას მოვიწყობ და რო გადადხვიდეთ და ნახოთ ბექას გრანჯ, მერწმუნეთ, ძალიან მაგათ მოგეწონებათ, ვისაც ცოცხალი მუსიკა გიყვართ, მოგწონთ, ვისთვისაც მუსიკას დიდი მნიშვნელობა აქვს და ანიჭებთ რაღაცა ესეთ ფილოსოფიურ მნიშვნელობას თქვენს ცხოვრებაში. ჩემი ინტელექტუალური რესურსის ალბათ 85% ხელოვნებას მუსიკას, მუსიკის ისტორიას და ფილოსოფიას აქვს დაკავებული და დანარჩენი უკვე სხვა რაღაცებს იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის მუსიკა. მძიმე როკს უსმენ, მთელი ჩემი ბავშვობა დრამერი ვიყავი და ეხლა ზოგჯერ უკრავ ხოლმე და კარგად ვიცი ზღვარი როგორ არ გახდე მძიმე როკერი რაღაცა სხვა მიმდინარეობის ასე ვთქვათ მსხვერპლი და სხვა რამეში არ გარდაერთო თუნდაც რელიგიურ საკითხებში არ აიბლანდო და აბიდუბიაში არ ჩავარდე. ბექას გრანჯ ეს არის ჩემი ახალი არხი. იმედია ამ ვიდეოს ბევრი ნახავს და თუ დააკვირდებით, მე ვიდეოებს არასდროს არ ვწერ აჩეხილ-დაჩეხილი. ერთი ამოს ვთქვით ვწერ. შემწევს ამის უნარი რომ არ მიუჭრა მოუჭრა. და ლექსიკონში სიტყვათა მარაგი საკმარისად მოხს მეგობრებო. მადლობა, ბექას გრანჯ არ დაგაუწყდეთ. აბა დროებით შევხვდებით, მადლობა. ბოდიშს ვიხდი თუ უნებლიეთ თუნმეს ვაწყენინე, მაგრამ რეალობაა, რომელიც უნდა მივიღოთ. თუ ჩემს კი რაიმეს გამოუშვებთ, მართლა რეალურს მივიღებ, თუ აცდებით, სახეს გაგაძროთ, პირობას გაძლევთ. აბა კარგად, დროებით, მადლობა.